დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და მოკლედ მოვიდათ, რომ ლევან ჯობავას შევეხმიანოთ, რომელიც კიკბოქსინგის ფედერაციაში იმყოფება. ტილო მშვიდობის ლევან, როგორც ვიცით, ბიჭები ემზადებიან საკმაოდ საინტერესო შეხვედრებისთვის, როგორც ჩი და ასევე საერთაშორისო ტურნირებისთვის, როგორია მათი მზაობა და რა ხდება ზოგადად ახლოს ირგვლივ. გამარჯობა, ნოდარ, ესე ვთქვათ, კარგად ჩამოაყალიბე კიკბოქსინგის სიახლეების შესახებ და გააცანი ინფორმაცია მაყურებელს, მაგრამ მე უფრო დაწვრილებით გავაცნობ. მანამდე გეტყვი, რომ მეც არ უკარგავ დროს უქმად და მეც ვემზადები და დადგება დრო და მე შენ გამოგიწევ რინგზე აუცილებლად. რაც შეეხება იმ ღონისძიებას, ლევან, არ უნდა შენთან შებრძოლება დაანებე თავი. შენ შეჩეული ხარ ხოლმე და შემოგარგებოდა. როგორც წესი შენ შეჩეული ხარ ხოლმე ტიტულოვანი სპორტსმენების გამოწვევას, ასე რომ ჩემთან შეიძლება ითქვას, რომ შენი ძალები ძალიან გადამეტებულია. ნახევარი ძალით დაგარტყანო და ესე იგი რა ხდება კიკბოქსინგის ეროვნულ ფედერაციაში დილიდან აქ არიან სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები მობილიზებული. ჩემთან ერთად არის ბატონი გოჩა ჯავახია, მოგესალმებით და ძალიან საინტერესო შეჯიბრებია დაგეგმილი. პირველი შეჯიბრი, რომელსაც 27 თებერვალს უმასპინძლებს თბილისი. ეს არის ნაკრები ირანისა და საქართველოს ნაკრების შეხვედრა. რამდენი სპორტსმენი ჩამოდის ირანიდან, რამდენი სპორტსმენი ემზადება ამ ბრძოლისთვის და შედგა თუ არა საქართველოს ნაკრები უკვე შემადგენლობა. 27-ში ჩამოდის ირანის ნაკრები, ცოტა მოულოდნელი იყო, უფრო გვიან ველოდი, მაგრამ რაღაც თხოვეს და ამიტომ გადმოვწიეთ 27-ში. 16 სპორტსმენი ჩამოდის ირანიდან, 16 იქნება ჩვენგანაც, რა თქმა უნდა. საქართველოს ნაკრები მზად არის, ყველა ასაკია ამ 17-ში ისე დაწყებული 11 წლიდან დამთავრებული 30 წლამდე სპორტსმენები. და შემდეგ აი ამ შეხვედრის შემდეგ იმართება რესპუბლიკური საერთაშორისო ტურნირი, ესე ვთქვათ. რესპუბლიკურ ტურნირამდე აი მაინტერესებს ირანელებთან და ირანელ სპორტსმენებთან თუ გქონია აქამდე შეხვედრა და რამდენად კარგი სპარინგ პარტნიორები იქნებიან ისინი. სხვადასხვა ირანმა ამაღლა კლასი, ადრე არ იყო ისეთი დონე, როგორც სხვა ქვეყნებში. მე მინდა გითხრათ, რომ ირანთან ჩვენ ტრადიციულად გვაქვს შეხვედრები. მე მგონი ეს მე-6 შეხვედრაა, იმიტომ რომ თუ გახსოვთ ადრე კუსტბაზე ტივზე ჩავატარეთ პირველი ესეთი საერთაშორისო ცოტა უცნაური შეხვედრა, ესეთი ორიგინალური შეხვედრა იყო და სადაც ირანის გუნდი იყო ჩამოსული, მაშინ 15 კაცი და მართლაც ძალიან კარგი შეჯიბრი ჩატარდა. როგორი შედეგით დასრულდა მაშინ? მაშინ აშკარად მოიგო საქართველოს ნაკრებმა, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის უკან, ეს 10 წლის უკანვე ამბავს გიყვებით, მაგრამ იმის შემდეგ დონე აიმაღლა და ირანელი მინდა გითხრათ გოგონებიც კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ერთი ახლა ბრაზილიაში. ანუ კიკბოქსინგის მხრივ ირანს აქვს უკვე ძალიან დიდი პროგრესი და ვიმედოვნებთ რომ ძალიან დადებით შედეგს გავიმეორებთ 27 თებერვალს ირანელებთან. ხოლო რაც შეეხება რესპუბლიკურ ტურნირს, რომელიც გაიმართება მარტში, ამაზე უკვე გადაცემის შემდეგ ნაწილში ვისაუბროთ. მე დროებით დავემშვიდობები წამყვანებს და ნოდარ გაფრთხილდი მე შემოგასწავლი რამდენიმე ილეთს, რომელსაც აქ ავითვისებ და მართლაც დადგება დრო და მე შენ გამოგიწევ რინგზე. უნებრივია, ოღონდ თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ სწავლის თვალსაზრისით. მე სტუდიაში შენ სავარჯიშო მოედანზე ცოტა ისეთია. გაგიცვლი ადგილს. ლევან, დროებით გემშვიდობებით. ლევან, გემშვიდობებით. დიდი მადლობა, მოკლედ საინტერესო ჩართვისთვის და წარმატებებს